ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისათვის. დღეს ვაკეთებ განცხადებას ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით. მოგახსენებთ, რომ 2 დღის უკან ჩვენთან ცხელხაზზე შემოვიდა ჯერ კიდევ ინფორმაცია ბაღებთან დაკავშირებით, ბაღების პრობლემასთან დაკავშირებით ზუგდიდში, რომელიც მდგომარეობდა შემდეგში, რომ ბაღის აღმზრდელები ითხოვდნენ მე-13 ხელფასს და პლუს კიდე ხელფასების ზრდას. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი გახდა ცხელი ხაზიდან ეს იყო დაპირება მერიის, რომელიც ბიუჯეტის დამტკიცებამდე გასცა ბაღებში, ხოლო ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ მან ეს დაპირება უკვე წაიღო, რამაც გამოიწვია ბაღის აღმზრდელების უკმაყოფილება. განცხადებას 52 ბაღის აღმზრდელი აწერდა ხელს. ჩვენთვის გუშინო გახდა ცნობილი, რომ ბაღის აღმზრდელები ითხოვდნენ მერთან შეხვედრას, თუმცა მერის დასამარცხინოდ მერმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბაღის აღმზრდელების ნაცვლად შეხვედროდა ბაღის გამგეებს, მხოლოდ იმისთვის, რომ გადაეცა მათ ბაღის აღმზრდელებისთვის დანაბარები, რომ ყველა, ვინც ამ განცხადებას აწერდა ხელს, აღარ გაუგრძელდებოდა მომავალში ხელშეკრულება და ამით დაისჯებოდნენ ისინი. ბაღის გამგეებს, რა თქმა უნდა, სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ ეს მერის ეს გადაწყვეტილება არ გაეცნათ ბაღის აღმზრდებლებისთვის. დღეს ხელმეორედ შემოვიდა ცხელხაზზე ჩვენთან ინფორმაცია, სადაც ჩვენ დაგვიდასტურეს მერის ეს მესიჯი ბაღის აღმზრდელების მიმართ და ჩვენ ჩავაყენეთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია საქმის კურსში და ვითხოვთ, რომ თითოეულ მათგანს ჰქონდეს რეაქცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არიან ადამიანები, რომლებიც ისედაც მიზერულ თანხას იღებენ სულ რაღაც 100 ლარს და ძალიან ცუდია, როდესაც მერს გარს და მუქარისას სხვა პასუხი მათთვის არ აქვს და მათ პირდაპირ უთქვნის, რომ იმას, ვისაც არ მოსწონს ამ პირობებში მუშაობა, ხელშეკრულება ძალიან მალე უმთავრდებათ და შეუძლიათ წავიდნენ სახლებში. ჩვენ ვაცხადებთ, რომ დავიცავთ თითოეული მათგანის უფლებას ბოლომდე, უკვე აღნიშნე, რომ ჩავაყენეთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია საქმის კურსში, ასევე ჩვენ გადმოგცემთ დღეს ამის დამადასტურებელ ფაქტებს, რომ ნამდვილად ხდება ბაღებში, სადაც წინასწარ ვიცით, რა შეიძლება, რა პასუხი შეიძლება მერიას ამასთან დაკავშირებით ჰქონდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ქალბატონმა სამირა ღადუამ განათლების კულტურის სამსახურის უფროსმა მერიაში დღეს დილით, მას შემდეგ რაც ბაღის გამგეებმა გააცნეს მერის ესე ვთქვათ მუქარა ბაღის აღმზრდელებს, დაიბარა ამ ორგანიზატორები ამ კონკრეტული განცხადების და მათ დააწერინა ახსნა განმარტებითი ბარათი და როგორც მან უთხრა ბაღის აღმზრდელებს, მას საკმაოდ ხმამაღალი მოთხოვნა გამოუვიდა, რის გამოც ისინი დაისაჯნენ ამ ახსნა განმარტებითი ბარათით და ახსნა განმარტებითი განცხადებით და ისინი დაიჯებიან თუ ისინი კიდევ გააგრძელებენ მსგავს მოთხოვნებს. მე მინდა ვიმართო მათ, რომ თქვენ ამ მუქარებით ვერ შეაშინეთ ნამდვილად ვერავის, ვერც ბატონი მერი და ვერც ქალბატონი სამირა. თითოეული ამ ბაღის აღმზრდელის უკან დავდგებით ჩვენ, დადგება საზოგადოება და ჩვენ ბოლომდე დავიცავთ მათ უფლებებს.